საერთოდ მინდა ვთქვა, რომ ქართული მედია სისტემა, ბოლო 10 წლეულები ჩამოყალიბდა როგორც მახინჯის სისტემა, რომელიც არის ჩაკეტილი სხვადასხვა სეგმენტებში. აი დღეს რო გადახედოთ თქვენ ყოველ პოლიტიკურ ძალას, ყოველ პოლიტიკურ დაჯგუფებას აქვს თავისი მედია. ამ მედიაში შედან და ერთმანეთს ესაუბრებიან. მათ შორის სახელმწიფო მედიაშიც იგივე ხდება. თქვენ ახსენეთ თუ ბატონმა ლევანმა რომ ჩამოყალიბდა კლუბად, აი ეს ტელევიზიები, სამთავრობო ტელევიზიები, სადაც არის გამოყვანილი ერთ-ერთი სახეები და ერთმანეთს ელაპარაკებიან. ამ მედიაში ნაცმოძრაობის ტელევიზიებში ერთმანეთს ელაპარაკებიან და ასე შემდეგ. ხო, ეს სისტემა არის დაყოფილი სეგმენტიზაცია, სადაც ხდება სწორედ ადამიანების მაყურებლების ერთმანეთსაგან გაუცხოება. მაყურებლები ცხოვრობენ სხვადასხვა რეალობაში, იმის მიხედვით, რომელ მედიას უყურებენ. და არავით არის ღია სივრცე დისკუსიისათვის, რაც პრინციპში უნდა შეასრულოს საზოგადოებრივ მაუწყებლობამ პირველ რიგში. ესეთი რამე არ არსებობს და როდესაც არ ხდება საზოგადოებაში დისკუსიები, ასთა გაცვლა გამოსვლა, ღია დისკუსიები და ყველა პოლიტიკური სეგმენტი ცალკე ზის თავის მედიაში და ერთმანეთს ესაუბრებიან, ეს ქმნის ისეთ სიტუაციას, რომელსაც ქვია საზოგადოებრივი პოლარიზაცია, ერთმანეთთან გაუცხოება და სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვა, ისე რომ ჩვენ ყავს მოსახლეობის ცალკეული სეგმენტები, რომლებიც დღესდღეობით ცხოვრობენ სრულიად სხვადასხვა რეალობაში. რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით? ეს არის ხელისუფლების გასაკეთებელი, რომ გაიხსნას მედია. გაიხსნას მედია სივრცე, გაიხსნას სადისკუსიო სივრცე. არ შეიძლება რომ ისინი იქ არ მიდიან, ესენი აქ არ მოდიან, ბოიკოტები, ეს ავნებს ქართულ საზოგადოებას, ქართულ მედია სივრცეს და ხდება, ასე ვთქვათ, ჯიბის ტელევიზიებად გადაქცეული არის მთელი საქართველოს ეს მედია სივრცე. მე გაახსენებთ ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსის იორგენ ჰაბერმასის აზრს, რომ საზოგადოების წინსვლისათვის და ჰარმონიზაციისათვის ყველაზე მთავარი რაც არის, ეს არის დისკუსიების გახსნა საზოგადოების შიგნით, იმისათვის რომ გადაილახოს ყოველგვარი სიმახინჯე, ყოველგვარი დაავადება და თანდათანობით საზოგადოება წავიდეს სიჯანსაღისაკენ, უფრო რაციონალური ცნობიერებისაკენ და საზოგადოების ცალკეულ სეგმენტებს შორის არ იყოს პოლარიზაცია. რაც შეეხება აი იმ გლობალურ თემას, რაზეც ბატონო ლევანი შეეხო, მე მინდა ჩემ მხრიდან აღწერო ეს სიტუაცია. იცით, რასაც ჩვენ ვხედავთ დღეს რუსთაველის პროსპექტზე, ეს არ არის შიდა ქართული სიტუაცია. ეს სიტუაცია არა შიდა ქართულია, არამედ ეს სიტუაცია არის გლობალური სიტუაციის, რაც არის გეოპოლიტიკური სიტუაცია, იმისი ანარეკლია. რაც ხდება მსოფლიოში, მაგის ანარეკლს ხედავთ ჩვენ, ეს არის აისბერგის თავი, რასაც ჩვენ რუსთაველის პროსპექტზე ვხედავთ. აისბერგის ტანი არის სწორედ ის, რომ კავკასიაში შემოვიდა ბრიქსის გაერთიანების ეკონომიკური ინტერესები. და ამ ეკონომიკურ ინტერესებთან ძალიან მძლავრია უკვე ეს. ხდება ანგლო-საქსონური ელიტის დაჯახება. სწორედ ამ ჯახის გამოხატულებაა ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, საერთოდ ისტორიულად ომების უმეტესობა ხდებოდა იმის გამო, რომ სხვადასხვა ძლიერი სახელმწიფოები ცდილობდნენ, რომ ხელში ჩაეგდოთ სავაჭრო მაგისტრალები, მქონოდათ მასთან დაშვება და ეკონტროლებინათ, ხოლო სხვა მაგისტრალები ჩაიკეტათ ყოველთვის. და მე ვფიქრობ, რომ ისტორიულად ეს არ შეცვლილა, უბრალოდ აქამდე საუკუნეების მანძილზე სავაჭრო მაგისტრალები ძირითადად იყო საზღვაო გზებით გაშლილი დედამიწის სხვადასხვა რეგიონებში, რომელსაც აკონტროლებდა სწორედ ანგლო-საქსონური ელიტა, მაგრამ 21 საუკუნეში იმდენად გაძლიერდა ტექნოლოგიები, სახმელეთო ჩქაროსნული ტრანსპორტი, რომ გაცილებით უფრო ოპტიმალური არის, რომ ეს გზები მსოფლიოში სავაჭრო მაგისტრალები გადიოდეს სახმელეთო გზებით, ამისი ტექნიკური შეაძლებლობა არის უფრო გამარტივებული და ასევე უფრო დაცვადი არის ესეთი გზები, იმიტომ რომ სახელმწიფოებთან შეთანხმების შედეგად, სადაც ეს გზები გაივლის, ეს გზები გაცილებით დაცული იქნება, ვიდრე ეს იქნებოდა სხვადასხვა გზებში და სრუტეებში. ამიტომ დღეს დგას ესეთი სიტუაცია, რომ გარდა იმისა, რაც არის შუა დერეფანი, რაზეც არის ბრძოლა ჩინეთიდან დასავლეთ ევროპისაკენ მიმავალი, რაც ჩვენზე გადის, გარდა ამისა შეიქმნა პროექტი ჩრდილოეთ ევროპიდან წამოსულიყო ინდოეთისაკენ სავაჭრო გზა, უფრო ინდოეთისაკენ, ჩრდილოეთ ევროპისაკენ
და აქ იყო პირველი სცენარი, რომ ეს გაკეთებული იყო, რასაც ანგლოსაქსონურმა ელიტამ დაუჭირა მხარი, საუდის არაბეთი, ისრაელი და შემდგომ უკვე ევროპისაკენ. მაგრამ ეს არ იყო არც ირანის და არც რუსეთის ინტერესებში, რადგანაც მათ სურდათ ალტერნატიული გზა, რომელიც არის კავკასია. ამიტომ მოხდა ამ გზის ჩაკეტვა. ახლო აღმოსავლეთი აფეთქდა ღაზას კონფლიქტი და სხვა დაძაბულობა რაც შეიქმნა, ეს იყო ირანისა და რუსეთის ინტერესებში, რომ ეს მიმართულება, სავაჭრო მიმართულება ინდოეთიდან გადანაცვლებული იყო ახლო აღმოსავლეთიდან, სწორედ კავკასიისაკენ. და სწორედ ირანის, კავკასიისა და რუსეთის გავლით წასულიყო ჩრდილოეთ ევროპისაკენ. სწორედ აქ შეიქმნა ის კარგი პირობები ამ სტაბილური მშვიდობის შედეგად საქართველოში, რომ ეს პროექტი უფრო მიმზიდველი აღმოჩნდა ინდოეთისათვის და რუსეთისათვის და ამიტომ შენდება სწორედ ინდოეთის მიერ პორტი ირანში, რომ შემდეგ წამოვიდეს სახმელეთო გზით რუსეთისაკენ ეს მაგისტრალი. ამას უკავშირდება პირდაპირ აფხაზეთის დაბრუნება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაში, იმიტომ რომ რუსეთისათვის ეს არაფერი არ არის. საპირწონედ რუსეთისათვის ინდოეთთან და ირანთან სახმელეთო გზა პოლიტიკურადაც და სამხედრო თვალსაზრისითაც და ეკონომიკურადაც იმდენად დიდი ბენეფიტია, რომ მისთვის აფხაზეთის ასე ცალკე აკიდება და საერთოდ უპერსპექტივოდ არაფერს არ ნიშნავს. ამიტომ რუსეთის ინტერესებში არის და რა თქმა უნდა ჩვენს ინტერესებში, რომ მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ამ ჩრდილო-სამხრეთის დერეფნის გახსნა. ეხლა აქ უკვე დავასრულებ, აქ უკვე შემოდის ანგლოსაქსონური ელიტის საწინააღმდეგო ტენდენცია, რომ მათ არ აწყობთ, რომ აქ ეს მაგისტრალები გაიხსნას, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ ჩინეთი და დასავლეთ ევროპა ერთმანეთს ეკონომიკურად გააძლიერებენ, ისევე როგორც რუსეთი და ინდოეთი და ირანი. ამიტომ შეიქმნა პროექტი კავკასიის აფეთქების და გამონახული იყო სომხეთი, მაკრონის ლობირებით და საფრანგეთში სომხური დიასპორის ლობირებით, რომ აქ დაიწყონ ის მოძრაობა, რომ შესაძლებელი იყო სომხეთში ნატოს ბაზის გახსნა. ამაზე იყო გარკვეული საუბრები სომხეთის ოფიციალურ პირებსა და ნატოს შტაბ-ბინის წარმომადგენლებს შორის და ერთადერთი ხელის შემშლელი რაც უდგას ამას წინ, ეს არის საქართველოს ქართული ოცნება, რომელიც ამაზე არ არის თანახმა, რომ აქ გაატაროს ეს სამხედრო შემადგენლობები. ამიტომაც დღის წესრიგში დადგა საკითხი, რომ მოხდეს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა იმისათვის, რომ აქ მოხდეს სხვა პროამერიკული ძალების დასმა, რომელიც მინიმუმ აქ გააკონტროლებს სავაჭრო მაგისტრალებს და პრობლემებს შეუქმნის ამ ქვეყნებს, რომელსაც უნდათ აქ თავისუფალი ვაჭრობა, ან მაქსიმუმ ააფეთქებს კავკასიას, იმიტომ რომ სომხეთი ძალიან არის განაწყენებული აზერბაიჯანს და რუსეთს, რომ მას ესე დააკარგვიდეს ეს ყარაბაღი და აქედან შეიქმნება პრობლემა ირანისკენაც და რუსეთისკენაც და მეორე ფრონტის გახსნა და რუსეთის სამხრეთიდან აფეთქება ისევ ძალაში იქნება. ამიტომ თავარი ჯახი სწორედ არის საქართველოში, თბილისში ამ ორ გლობალურ პოლიტიკურ ძალას შორის. ეს არის ბრიქსის ინტერესები და ანგლო-საქსონური ელიტის ინტერესები. სწორედ ამას ვაკვირდებით ჩვენ დღეს და სწორედ ეს კონტექსტი არის გასააზრებელი. ამერიკის ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოზე ზეწოლა შესაძლებელია, მაგრამ თუ იქნება ძალიან დიდი ზეწოლა, ეს არ შეიძლება. იმიტომ რომ მათ ძალიან კარგად იციან, თუ საქართველო მიიყვანეს იმ მდგომარეობამდე, რომ აქ დაიწყო არეულობა, სამოქალაქო ომის წინაშე მივიდა საქართველო, ან სხვა დივერსიული აფეთქებები მოხდა, მაშინ იმ შემთხვევაში, როდესაც კი უკვე დგას საკითხი, რომ აქ ხელისუფლების გადატრიალება დაიწყება, ამას ტელევიზიით არ დაუწყებს ყურებას არც რუსეთი და არც ჩინეთის ხელისუფლება და აქ აუცილებლად გადმოინაცვლებს რუსული ტანკები სამხრეთით და ჩაიკეტება მთლიანად ის რასაც ქვია ამერიკული გავლენები, მთლიანად განოლდება. ამიტომ ამერიკულმა ძალამ იცის ზეწოლა შეიძლება, მაგრამ ზედმეტი ზეწოლამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ აქ ამერიკული ყოფნა კავკასიაში საერთოდ განულდეს. ამიტომ აი ეს თამაში მიდის, იქნებ როგორმე აქ რაღაცა სხვადასხვა გზებით, რბილი ზეწოლებით ის, რომ ძალიან არ გამწოვდეს ურთიერთობა, შევცვალოთ ხელისუფლება და გზა გავხსნათ სომხეთისაკენ, რომ სომხეთი გახდეს პლაცდარმი კავკასიის აფეთქების.